გიყვნენ რომ ვერ გავყავით ეს პრემია და ორ წინვალე პოეტს მივანიჭეთ. ქალბატონ მანანა ჩიტიშვილს და მეორეს მე მოგახსენეთ, როდესაც ქალბატონი მანანა მოგზაურობა აქცევდა. შევაჩერებ თქვენს ყურადღებას. მინდა რომ ორი ღირსეული მწერლისა და მამულიშვილის საყოველთაოდ ცნობილი გამონათქვამები შეგახსენოთ. იაკობ გოგებაშვილის. იქნება არც ერთ მსოფლიო გენიოსს არ ჰქონდეს იმოდენა მსოფლიო მნიშვნელობა თავისი ერისთვის, რამდენიც აქვს ილია ჭავჭავაძეს საქართველოსთვის და არჩილ ჯორჯანას. მე-19 საუკუნე იყო ის ხანა, როდესაც ქართველთათვის მეორედ შობა მოხდა და საქართველოს ცნოდა იპოვა თავისი დაკარგული სახე. ილია ჭავჭავაძე ამ შობიერების ბებიაც იყო და ამ დაკარგული სახის მაძიებელ აღამტკენიც. ძნელია უფრო ზუსტად და ლაკონურად განისაზღვროს სახე ერის ჭეშმარიტი მოძღვრისა, ვინც ეროვნული ვინაობის გარდუვალი გაქრობის წინაშე მდგომი და ამთვითეულებული ქართველობა გამოაფხიზნა და თავისუფლების ბრძოლის სურვილით გამშვანა. ილიას სახელი ჩვენ ცნობიერებაში ის ხორცეულად აღშილებული ქართული კულტურის მხატვრული და მეცნიერული აზროვნების ახალ სიმაღლეზე აზიდვასთან. შეუძლებელია მოიძებნოს სიტყვები, რომელთაც სრულად ამომწურავად შეიძლება დახასიათდეს ილიას ზღვაწლი როგორც მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, მაგრამ არ შემიძლია არ გაგახსენოს აკაკი ბაქრაძის საოცრად ხატოვანი და საოცრად ზუსტი სიტყვები. აკაკი ბაქრაძის სიტყვებით რომ ვთქვათ, ილია ჭავჭავაძემ ანატომის გულგრილობით დაასდო საოპერაციო მაგიდაზე საქართველოს ეროვნული სხეული. კუთხე-კუნჭული არ დატოვა შეუმოწმებელი და როგორც ჭეშმარიტ წირისუფალს შეერგოდა დაუფარავად გაამჟღავნა ავისენის თავზარდამცემი დიაგნოზი. ამ დიაგნოზის ყოველი სიტყვა გაბედულების და გულახდილობის, სულიერი ტკივილისა და მამულიშვილური ტანჯვის გასაოცარი მაგალითია. თითოეული სტრიქონი დაწერილია სისხლით. თითოეულ ფრაზას დავით აღმაშენებლის მოქნეული ხმლის ძალა აქვს. წერდა აკაკი ბაქრაძე. ილია როგორც საქართველოს თანამდევი უკვდავი სული დღემდე მოჰყვება ჩვენს ისტორიას და იგი ცოცხალზე უფრო ცოცხალი, თანამედროვეზე უფრო თანამედროვეა. ჩვენი საზოგადოების ქართული მწერლობის მოწინავე ნაწილი მომავლის ორიენტირად დღესაც ილია ჭავჭავაძეს მიიჩნევს, რადგან მის მიერ უწმინდა ცნებებად აღიარებული მამული ენა და სარწმუნოება კვლავაც უმწვავეს პრობლემად რჩება ჩვენი ერის ცხოვრებაში. და თუ ილია ჭავჭავაძის ჭავჭავაძეობას ვერ შევძლებთ, საქმით მაინც უნდა ვიაროთ ილიას გზით, ჯერ საქვეყნო სატკივარს გაუსწოროთ მზერა და შემდეგ მივხედოთ ჩვენი კნინკაცობით მამულად მიჩნეულ სასუქ დაყრილ ჩვენს სახნავ მიწას თუ ტყრუშულ ღობეს მამულის სიმაგრედ რომ წარმოგვიდგენია. მწერლობაზე უკეთესი საშუალება ერის გამოფხიზლებისა არ არსებობს და დღეს ქართული მწერლობა რომ ასე პატივაყრილი და დამცრობილია, ეს ღრმად მოფიქრებული და კარგად გაფრენი ნაბიჯია მათი, ვისაც ჩვენი ეროვნული თვითმყოფადობის ჩაკლა და ერის ფხიზელი თვალის მიზინება ისევე სწადია, როგორც 2 საუკუნის წინათ. ყველაფერი, რაც დიდ ილიას სახელს უკავშირდება ჩვენი საზოგადოებისთვის და ქართული მწერლობისთვის უაღრესად საინტერესოა. სწორედ ამიტომ შეიძინა ილია ჭავჭავაძის სახელობის ლიტერატურულმა პრემიამ თავისი დაარსების პირველი დღიდანვე ჩვენს ლიტერატურულ საზოგადოებაში განსხვავებული ყურადღება. მე დღეს ძალიან ბედნიერი ვარ და თან ძალიან შემკრთალიც იმ დიდი პასუხისმგებლობით, რომელსაც როგორც მამულიშვილს და მწერალს ილიას სახელი და მისი სახელობის ლიტერატურული ჯილდო მაკისრებს. მინდა მადლობა გადაუხადო ყველა იმ ადამიანს, ვისი თანადგომით და რუდუნებითაც საგურამო სახლ-მუზეუმმა მეორე სიცოცხლე შეიძინა და ქართული კულტურის ჭეშმარიტ კერად იქცა. მინდა მადლობა უთხრა თვითონ თქვენგანს იმ ადამიანს, ვის დღევანდელი ლიტერატურული მისი თანადგომითაც დაარსდა დღევანდელი ლიტერატურული პრემია. გარდა ამისა, მინდა მადლობა უთხრა ყველას, ვინც მომცა საშუალება დღევანდელი დღის სიხარული ჩვენი კულტურის, ხელოვნების და მეცნიერების გამოჩენილი მოღვაწეებთან გამეზიარებინა. თითოეულ მათგანს სულოცავ ამ მაღალ ჯილდოს და შემოქმედებით წარმატებებს უსურვებ.
მაინც რა შემიძლია დასასრულ გითხრათ დღევანდელი დღის გადასახედიდან. უფალმა ინებოს, რომ ახდენილ იყოს ილიას ნაოცნებარი, ჩემი მე და შენი მე, მამულიშვილობის ერთიან საყევარში შეგმული იყოს და ჩვენი საერთო საქმის, ჩვენი მიწასყრის საკეთილ დღეოდ. ახლა კი ნება მიბოძოთ თუ ბატონი ანდრო ნებას მომცემს ლექსი წაგეკითხოთ. მაინც საქართველო ერქვა. ვინ აცლიდა ლექს და მღერას, ზედაკლავდნენ ყავს და ერქვანს. სისხლის ბევრი ნაკადული ზვამ და ხმელმა დაილექა, ვეფხის წიგნით ამციფრევდა, თურმე მედინას და მექას, ღმერთი მარჯვენს უყურთხევდა, მაღლით ბეშქენსა და ბექას, ურიცხ მტრისგან გათელილი, როგორც ალვანური თექა, მაინც პირჯვარს ისახავდა, მაინც საქართველო ერქვა.